პირველ რიგში მინდა თქვა ძმებო, რატომ ავიჩი მე ეგ თემა, რატომ? ჩვენ ახლა ვინცებთ რომ მუსლიმები ვართ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუსლიმები მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის მაგალითად მამა, დედა იყვნენ მუსლიმები. მუსლიმი ნიშნავს ღმერთის მოსჩილი. მუსლიმი ნიშნავს ღმერთის მოსჩილი. ნებისმიერ ეროვნებად მაგას არანაირი შეხება არა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი რწმენა არა იმის გამო, რომ უბრალოდ ვიწამეთ, მე მჯერა და всё. არა, ზოგიერთი ძახით ეს არასწორია. ჩვენი რწმენა არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე ასევე. არა მარტო რწმენაზე, არამედ მტკიცებულებებზე. და რატო ავიჩი მე ზუსტად ეს თემა? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეჭვები მოდის პეღამბარის სალალალაჰუ შუმავალამდე, ანუ როგორც ვაში ეხმა იბნ უსეიმინმა რომ ზოგიერთი ხალხი იძახისო, ან მუსლიმებსო, ნუ ცდილობთ ეს მუსლიმებიო, გადაიყვანოთ სხვა რელიგიაზე. სხვა რელიგიაზე ნუ ცდილობთ. შეეცადეთ მუსლიმებში ჩაუგდოთ რა ეჭვებიო. ეს უფრო კაია მაგათთვის, რომ გავიდნენ მაგათი რელიგიიდან. შუამამა სალალალაჰუ ალეიჰი ვასალამმა ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ბევრი მაგალითები, რომ რატო თვით ის ადამიანი რომ არის შრომავალი. და ალიმები მოიყვანეს მაგალითად ძმებო, მოიყვანეს 8 თუ 7 კატეგორია შრომავლობის. ანუ ადამიანი რომ თქვას შრომავალია, ღმერთის, მაგას უნდა ყავდეს, მაგას უნდა ქონდეს 7 კატეგორია. დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ რამოდენიმეზე, ეს დიდი თემაა, მაგრამ ინშალლა ამ გაკვეთილებს გავანაწილებ და ნელ-ნელა დავამთავრებ. ეს 7 თემა, ეს 7 თვისება რა არის შრომავლების? პირველი უნდა იყოს სიმართლის მქმელი. სიმართლის მქმელი. ხალხი უნდა იყოს ცნობილი რომ ადრე არ იტყუებოდა. და ხალხი გინ მორწმუნეები, გინ არ მორწმუნეები, უნდა ჩათვალოს ეს ადამიანი სიმართლის მქმელი. მეორე, ყველა შრომავლებმა მაგათ ყველას ჰქონდათ ერთი მისია. ყველა შრომავალი იძახდა რომ მარტო ღმერთს დაყვანეთ. ეს მაგს ნუ ეთაყვანეთ. კერპებს თავი დაანებით. ცოცხალ არსებებს ნუ ეთაყვანეთ. ნახატებს და ასე შემდეგ ნუ ეთაყვანეთ მარტო ღმერთს. მესამე ძმებო, ისინი მოვლენ წინასწარ მეტყველებებით. ანუ რასაც იძახდნენ მომავალში რაც მოხდებოდა. და ეს წინასწარ მეტყველებები ყოველთვის სრულდებოდა და ამ წინასწარ მეტყველებებს ძმებო არ ქონდა არანაირი ნიშნები არა. მაგალითად, ზოგი ადამიანი იტყვის რომ ვიღაც ადამიანი თქვა, გამომდინარე რაღაცისგან თქვა რომ ეს ნახა და იტყვის რომ ამის გამო მომავალში მოხდება ეგრე. ამას აქ მიზეზი რაღაც იძახის. მაგრამ ნამდვილი წინასწარ მეტყველება ის აქვს რომ ნიშანი არა აქვს. მეოთხე ძმებო, მათ ექნება სასწაულები. ყველა შრომავალს აქვს თავისი სასწაულები. როგორც იესოს ჰქონდა, მოსეს ჰქონდა, აბრაამს ჰქონდა, ხო? ყველა შრომავალს ჰქონდა თავისი სასწაულებები. მეხუთე, მათი ბიოგრაფია. შრომავლებს აქვს ბიოგრაფია. არ შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ანუ ნებისმიერ ადგილიდან ითქვას რომ ის შრომავალი ვარ. ხალხი უნდა იცნობდეს, სად დაიბადა, როგორ დაიბადა, როგორ იცხოვრა, კეთილი ადამიანი იყო თუ არ იყო და ასე შემდეგ. მეექვსე, ის დატოვებს მემკვიდრეობას. ან მაგას ექნება თავისი კანონმდებლობა, როგორც მთავრობა და ასე შემდეგ. კანონმდებლობა არ მარტო მთავრობას ანიშნავს, როგორც წიგნი, წმინდა წიგნი და ასე შემდეგ. და მეშვიდე ძმებო, ალლაჰი მათ დაეხმარება და ასევე დაეხმარება იმ ხალხს, ვინც მას მიყვება. ანუ მაგათ მოწაფეებს. დღეს მინდა ძმებო დავიწყო, პირველი უნდა იყოს სიმართლის მქმელი. დავიწყოთ მაგითთან. შუმამა სალალალაჰუ ალეიჰი ვასალამ როცა შრომავალსთან დაიწყო ქადაგება, გახდა შრომავალი, არაბებს ჰქონდა, ქურაიშიტებს ჰქონდა ეგეთი მთა ჰქონდათ მედინაში. ის იმ მთას ჰქონდა მხოლოდ ერთი ფუნქცია. ხალხი მან დადიოდა და თუ რაღაც მაგა ჯარი მოდიოდა მედინაში, მექაში, ჯარი. ეს ხალხი განსაცმელში ხიდა მთლიანად და ყვიროდა ხალხნო მოდის ჯარი ჩვენ მოსაკლავად. Короче, ან ხალხი მაგით რო ხედავდა ტიტულ ადამიანს ხედავდა, ხდებოდა რაღაცა ცუდი ხდება. რაც უნდა გაგვიც მაგა კაი. თუ ხდებოდა ყველა ხალხი და იგივე რომ რაღაც პანიკა, რაღაც ცუდი რაღაც ხდება. შუმამა სალალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო ცნობილი ხალხში როგორც as-sadiq al-amin. სიმართლის თქმელი, სანდო. არაზოს არ იტყუებოდა. როცა ძმებო ქააბას აშენებდნენ თავიდან, ქააბას აშენებდნენ ქურაიშიტები. მაგდროს იყვნენ კეთილთახმისმცემლები, არ იყვნენ მორწმუნეები. ეთაყვანებოდნენ ქვებს, ხატებს, ანუ და სხვადასხვა რაღაცებს. და მაგათ მოუვიდა სპორი. როცა უკვე აშენეს ქააბა ჰალალი ფულით, და თქვეს რომ ეს ფული მარტო ჰალალი უნდა, არ არის კაზინო, სასმელი და ასე შემდეგ. როცა აშენეს ქააბა, დარჩა რა ქვის, ჯანათის ქვის ჩადგმა უკან. და მაგას მოუვიდა კამათი. იმიტომ ყველა ტომის მეთაურებები შეგურებდნენ და ყველას უნდოდა დიდი პატივისცემა, მოდი მე მაგას ვიცი, არა მოდი მე ვიზო და კიდევ მოგთა მაგას შორის კიდევ ხმლები აწიეს. რა გადაწყვიტეს? მოდითო, ისე გავაკეთოთ. ას თქვენ ვინც პირველი შემოვა, ვისაც პირველი შემოვა ნახავსაც ადამიანი ჩვენსკენ, მაგას მივცემთ და ის თვითონ დააყენებსო ამ ქვას იმ თავის ადგილასო. ელოდა ვინ შემოვიდა მაგათ ადგილას? მუჰამედი სალალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. და ისე მაგრად გაუხარდათ, რატომ? იმიტომ იცოდა აი ეს მუჰამედი არისო, ძალიან გაუხარდათ. მაგაზე კაი კანდიდატი არ იქნებოდა რა. და შუმამასას ისე ჩვენ ადამიანი ხო რა გაკეთა. აიღო დიდი ასე პროსტინა აიღო დიდი ადიალა აიღო, დადო ეს ქვა მანზე, იმ ადიალაზე, იმ მატერიალზე და ყველა იმ ტომის მეთაურს უთხრა რომ აიღეთ ხედებით აიღეს ეს და წამოწიერთო. მიიტანეს ეს ბოლომდე გააბავდი, მე რა აიღო და ჩასო. ამა ეს რატო თქვის ისტორია? მინდა ისოდეთ მე რომ რამდენად ენდობოდნენ შუმავასალს ამ მაგ დროს. რამდენად თვლიდნენ მაგას
სიმართლე თქვენს და ასე შემდეგ. და შუმავას ასაკროცა ავიდეს მე იმ თაზე, თქვა უთა ყურაიშიდებს. თქვენ ხომ მიცნობთო? იგი ცნობთო. მე ხეთ თუ გეტყვით რომ ამ მთის უკან არის ჯარი რომის მოდი თქვენს მოსაკრავად. დამიჯერებთო? ყველა თქვა კიო. მაგრამ მეორე ძმებო რა არის მე ვიცით? იმ მთის უკან ისეთი რელიეფია, რომ შანსი არა იქიდან მოსულიყო ჯარი. რატომ? ბასრიქვებია. ეხლა დღემდღეც ეგრეა. ბასრიქვებია, ჯარი იქიდან ვერ შემოვა. დაიჭრებოდა და მოკვდება ის ჯარი. და მაინც ούτε კი დაგიჯერებთო. და თქვა შუმავასთან თქვა რომ მე ვარ მეც შომავალი, მე გაზევთ იმ ნიშნებს რომ გადარჩეთ ცეცხლისგან. და ხალხმა რა თქვა? არ თქვა შემოაყარა ხარ. რა შენი ტყვეებია? აბულაჰაბ მაგ დროს იყო რა თქვა? ტყუილად გამომიყვანეო და წავიდნენ დაიშალა ყველა. არც ერთი მაგალითად არ თქვა რომ მატყუარა. ეგ ერთი. მე ძმებო, როცა ანგელო ჯიბრილი ალეიჰი სალამ მივიდა პირველად შეხვდა შუმავასთან, მაგას ხო ძალიან შეეშინდა. პირველად ნახა ანგელო ჯიბრილი. და როს შევიდა სახში, უთხრა თავის მეუღლოდ და დამიფარეო. ადიალი დამიფარა. ხადიჯა რადიალლაჰუ ანჰა უთხრა მაგას რომ შენ ღმერთი არას არ დაგის. რატო? იმიტომ რომ შენ ხარ სიმართლის მტკველი. შენ ობოლე ბავშვებს ეხმარები, შენ ღატაკეს ეხმარები, შენ მეზობლებს ეხმარები. შანსი არა რომ შენ ღმერთი დაგსაჯოსო. იყო ცნობილი ხალხის შორის ეგრე. როცა აბუ სუფიანმა წავიდა ჰერაკთან წავიდა აბუ სუფიანმა მაგაც არ იყო მუსლიმი. ჰერაკს აინტერესებდა რომ ეკითხებოდა აბუ სუფიანს მომიყევი იმ ადამიანზე. რატომ მისდევთო მაგათ? რას ერჩითო იმ ადამიანს? კითხა აბუ სუფიანს. როდისმე ის ადამიანი თქვენ შორის ტყუილი თქვაო? არასდროს. და რას იზეხე შომავალი ვარო? კი იზეხე შომავალი ვარო. მაშინ ეს ადამიანი თუ არასდროს ტყუილი არ უთქვია. არც ხალხზე მით უმეტეს ღმერთზე ტყუის არ იტყვის. იმიტომ ერთი არ როცა ადამიანი იტყუება ხალხზე, ხალხს ატყუებს. ეგაც ცოტვა. მაგრამ ღმერთზე მოიტყუება ადამიანი, ეს უფრო დიდი დანაშაულია. როცა შუმავასალამ დროს, მაგათ დროს მოხდა ეკლიპსი. როცა ეკლიპსი მოხდა, იმ დღეს მოხდა მისი ბავშვი იბრაჰიმ ალაიჰის-სალამ. და როცა მოხდა ეკლიპსი, ხოკუნავი ის რა არის? საჰაბები თქვეს რომ აი ეკლიპსი მოხდა მხოლოდ იმის გამო რომ შუმავალის ბავშვი მოხდა. ეს არის ნიშანიო მისი სიუცების ბრალიო. გამოვა. მატყუარა შუმავალი რას იზავდა მაგდრო? რა თქმა უნდა იტყოდა კი, რა თქმა უნდა ეს ჩემი შვილის გამო მოხდა ეს ეკლიპსიო. მე შუმავალი ვარო. მაგრამ რა თქვა შუმავასალამ? არა. ეს ეკლიპსია არავის სიკვდილს და სიცოცხლეს არ ეხებაო. არამედ ეს არის ღმერთის ნიშანი და მაგდრო ბევრი პატიებას თხოვიდო ღმერთს. მატყუარა შუმავალი უეჭველად მაგას იზავდა. ეს ჰადისები ყველა არიან ძმებო სახიებ, რას მე ხა მოგიყვებით სახი ჰადისები არის. ანუ აქედან ჩვენ ხედავთ რომ მატყუარა ადამიანი უეჭველად გამოიყენებდა ამ ისტორიას. როგორც კრისტოფორ კოლუმბი, როცა წავიდა კრუგებს არ წავდა, მივიდა ხალხთან, რომ ხალხი გაუნათლებელი ხალხი იყო. ტანსაცმელით არ ეცვათ. და მაგ დროს მოხდა ეკლიპსი და გაუკვირდათ იმ ხალხს, შეეშინდათ. იმიტომ ძალიან იშვიათად ხდება ეს ეკლიპსი. და კრისტოფორ კოლუმბმა უთხრა, ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩემი ღმერთი თქვენ ღმერთზე გაბრაზდაოთ. ხალხში რა გავაკეთოთ? ყველაფერი მომიტან და მოუტან. მატყუარა ადამიანი ეგრე იქცევა. ნებისმიერ შანსს როცა იგებულობს, თავის სასარგებლოდ იყენებს. მერე ალლაჰმა უზენამსა ყურანში თქვა: ალამ იარიფუ რასულაჰუმ ფაჰუმ ლაჰუ მუნკირუნ. ნუ თუ ისინი არ იციანოთ თავის შუმავალსო. ანუ ალლაჰი ეუბნებოდა ყურაიშიდებს, რომ ნუ თუ თქვენ შუმავალს არ იცნობთ, ეს ადამიანი თქვენში ცხოვრობდა 40 წელიო. არაზოს არ იტყუებოდა. ნუ თუ ეხლა იმდენად იტყვის ღმერთზეო, რომ თქვენ ეს ადამიანი უარყითო და ერთხელ როცა არაბი ყურაიშიდები, მუშრიკები წავიდნენ ებრაელებთან, თავის საქმეებზე მიდიოდნენ, უთხრეს იმ ებრაელებს, მაგ ძმებო რო იცოდეთ, მაგ დროს ებრაელებს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ მაგ დროს, როგორც აჰლულ კიტაბ. და უთხრეს რომ ჩვენში გამოჩნდა ისეთ ადამიანი მუჰამედი. თავის იძახის რომ ღმერთის მორჩილია, ანუ ღმერთის გამოგზავნილია. და ებრაელები უთხრეს მაგას, წადით მაგას და სამი კითხვა დაუსვითო. პირველი კითხვა დაუსვითო, რომ ადამიანზე რომელიც იმგზავრა მთელ დედამიწაზე. ვინ არის ეს ადამიანი? მეორე დაუსვი კითხვა, რომ ახალგაზრდები რომელიც იყვნენ გამოქვაბულში. ვინები არიან ეს ახალგაზრდები? და მესამე კითხვა დაუსვითო, კითხეთ რა არის სულიო? რა არის სული? ანუ ებრაელები იციან რომ ნამდვილი შუმავალი უნდა იცოდეს სწორი პასუხები. და როცა მივიდა შუმავასთან სალასამ ყურაიში და კითხეს ეს შეკითხვა, შუმავასალამ უთხრა მაგათ რომ ხვალ გეტყვითო პასუხსო. მაგრამ დავისდა ეთქვა ინშაალლა. ღმერთისნები დავისდა ეთქვა. ხვალ გეტყვითო პასუხსო. მოვიდა მეორე დღე, აიათი არ ჩამოვიდა ალლაჰისგან. არანაირი ამბავი. ყურაიშიდებს გაუხარდათ. მუშრიკებს გაუხარდათ. აი, ესე იგი პეღამბარსალამ მუჰამედ არის მატყუარა, მოიტყუა. მატყუარა ადამიანი უეჭველად რამდენი რაღაცას მოიგონებდა. იტყოდა მეორე დღესვე. გავიდა ერთი კვირა ძმებო. ერთი კვირის მერე მხოლოდ ჩამოვიდა აიათები. ალლაჰისგან აიათები ჩამოვიდა. სადაც თქვა, რომ ადამიანი რომელიც მზავრობდა დედამიწაზე, იყო ზულყარნეინ. ზულყარნეინი არის ორი რქის მეპატრონია. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში მზავრობდა და აღმოსავლეთში. სამ ბავშვს როცა კითხეს, ეს იყო ასჰაბულ ქაჰფ. ანუ იმ გამოქვაბულები ბავშვები იყვნენ, მაგის ისტორია. და სულზე როცა კითხეს, შუმავას თქვა, სულზე არ უნდა ისო გარდა ღმერთის. რომ მატყუარ ადამიანი ყოფილიყო, უეჭველად მეორე დღეს უპასუხებდა. თავის სიტყვა შეინარჩუნებდა. მაგრამ ეს ამტკიცეს იმას, რომ მისი სიტყვები არ არის მისგან. ეს აიათი როცა ჩამოვიდა, არის ალლაჰისგან.
როცა ალლაჰი მოისურვებს, ხოლო მაგის მერე ჩამოდის ეს აიათები. როცა ერთ-ერთი ებრაელი ბიჭი კვდებოდა, შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მივიდა მაგასთან მსახში. და იყო მაგასთან ერთად მისი მამა. და ეუბნებოდა მუჰამედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ეუბნებოდა ებრაელი ბიჭს, რომ მიიღე ისლამი. თუ შაჰადეთი. დაამოწმო არა ღირსეული ღვთაება გარდა ალლაჰისა, რომ მე ვარ მისი შუმავალიო. ის ებრაელი ბიჭი შეხედა თავის მამას და მამა დაუთხა ატია აბულ ყასიმ, დაემორჩილა აბულ ყასიმს, მისი მეუღლის ხილი აბულ ყასიმ. და თქვა შაჰადა იმ ბიჭმა და მოკვდა. და როცა გამოვიდა მუჰამედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იმ სახლიდან რა თქვა? ალჰამდულილაჰი ლადი ჰადა. ანუ ქება იმას, ანუ ქება ალლაჰს, რომელიც დაყენეს ადამიანის სტოლზაზე. არამეო ქება ალლაჰს. მოთხოვარ ადამიანი იყოდო, აი ნახე რა მაგარი ვარო. ჩემს გამ ადამიანი მიიღო ისლამი. მაგრამ თქვა ქება ალლაჰსო. ნებისმიერ ქებას როცა იძახდა შუმავასთან ყოველთვის ადრესაციას უკეთებდა ალლაჰს აზზავაჯალი. როცა ყურაიშების ლიდერების შორის და ებრაელების ლიდერების შორის მოხდა კამათი, ებრაელები იძახდნენ რომ მოდი წავიდეთო შუმავალთანო, მუჰამედთანო წავიდეთო, მაგასთან გავარჩიოთ ჩვენი საქმეო. იცოდნენ რომ მუჰამედი იყო სამართლიანი. ყურაიშები კიდე იძახდნენ არა, წავიდეთო კაბ იბნ აშრაფთან. კაბ იბნ აშრაფი იყო ებრაელების მაგდროს დიდი ავტორიტეტი, მაგრამ იყო ცნობილი იმით რომ ხთამს იღებდა, ფულს იღებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. და ებრაელები იცოდნენ რომ არ იყო მათყუარა, მიუხედავად იმას რომ მუჰამედ სალლალლაჰუ ალეიჰი იძახდა რომ შევავალი ვარო, ამბობდნენ რომ მოდი მაგასთან წავიდეთო. რა თქმა უნდა მათყუარა იქნებოდა ებრაელები მაგას არასდროს არ იტყობდნენ. როცა ერთ-ერთი მოწაფე დაარტყა ერთი ებრაელი და რის გამო დაარტყა, მაგათ კამათი მოვიდათ და ებრაელები დაიფიცა და თქვა რომ მე ვფიცავ იმითო, ვინც გამოაგზავნა მოსეო. ანუ მოსე არისა, მუსა და ის საჰაბა გაბრაზდა. ანუ უარყო მუჰამედი და დაარტყა ის ებრაელი. ებრაელმა თქვა რომ წავიდეთ ხა მუჰამედთანო და ჩვენი საქმე გავარჩიოთ და შენ პასუხს აგებო იმის რომ დამარტყიო. წავიდნენ მაგასთან და როგორ გონიათ რა მოხდა. მათყუარ ადამიანი ეთქოდა რა შენ მოწაფე როგორ დაარტყიო. ჩემი მოწაფეა. შენ როგორ არ მაღიარო. მიხოი ზღმეთი მოციქული ვარო, შომოვალი. მაგრამ რა თქვა? საჰაბას უთხრა რომ შენ არ ახარ სწორიო. ებრაელს უთხრა რომ შენ ხარ სწორიო, შენ ხარ მართალიო. და მაგის მერე დაიწყო მოსე ალეისალამ ქება. კარგი თვისებები ჩამოთვალა მოსეს ალეისალამ, შომავალის მოსეს. ანუ ანახი ებრაელს კარგი თვისებები. მათყუარ ადამიანი მაგას არასდროს არ იზავს. ერთ-ერთხელ სადაც ისტორია ერთ-ერთი მეგობარი იყო შომავალი სალასამ საჰაბა იყო. და მისმა ცოლამ მიატოვა ეს საჰაბა. და ეს საჰაბას ყველა მისდევდა იმ ქალს მერე. ის უყვარდა რომ ყველა მისდევდა უნდა დაბრუნება, დამებრუნდიო და ასე შემდეგ. და შომავალი სალასამ ნახა ესა. დაასდრეს მაგას იმ ქალს და წავიდა იმ ქალთან და უთხრა რომ ხო ხედა როგორ უყახარო მაგას და ასე ანუ შერიგება უნდა რომ. მოდი შერიგდიო მაგასა. იმ ქალმა, მოწაფე ქალმა, კითხა მაგას. ია რასულალლაჰ, შენ ეხლა მეუბნები მაგას ეს ალლაჰის ბრძანებაა? თუ შენ ერჩევარიო. არა ეს უბრალოდ ჩემი ერჩევარიო, როგორც ანუ ადამიანის, ჩემი ერჩევარიო. არ მინდაო. თუ შენ ერჩევა, მე არ მინდაო. უარს ვიტყვიო. მისი მეგობარი იყო. შეიძლება ეთქო მაგას, რომ მე შომავალიო, მე გიბზანებო, ღმერთი გიბზანე შენ რომ შეურიგ, მაგრამ თქვა არა. ეს უბრალოდ ჩემი ერჩევა არისო. როცა შომამა სალასამ უკვე გადავიდა ჰიჯრა გაკეთეს მედინაში იყო ზმებო, შეიძლება თქვა 90% ან ძალიან დიდი რაოდენობა იყო ებრაელები, იუდაელები. და ჩვენ ყველანი ვიცით რომ იუდეელები არ აღიარებენ იესოს. პირიქით მაგაში როწყობას აყენებენ. იზახიან რომ იყო ნამშობიარი მრუშობით, რომ დედამისი იმრუშა აუზბილა. ჩვენ კი გვიყავს ის და ვიცავ მის ნამოს და დედამისის ნამოს. და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ასამან მივიდა და გაიგო ეს რაც იძახდნენ ებრაელები, ყოველთვის იცავდა იესოს ნამოს. დედამისის ნამოს ყოველთვის იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები მან იყვნენ ავტორიტეტები და მაგათ ჰქონდა ყველანაირი ძალა. მათყუარ ადამიანი რას იზავდა? წავიდა და მან არასდროს არ დაიცავდა იესოს. რატო? შეეშინდებოდა რომ დაკარგავდავი მიმდევრები. მათყუარ ადამიანი იტყოდა უეჭველი ანუ დათანხმებოდა მაგასთან რომ მიმდევარი უფრო მეტი აიღოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, აქებდა იესოს ალეისალამ, მის კარგ თვისების ლაპარაკობდა, ასევე კარგ თვისების დედამისის ლაპარაკობდა და ყოველთვის იცავდა მის ნამოს და დედამისის ნამოს. და მათყუარ ადამიანი მაგას არასდროს არ იზავდა. ერთხელ შუმავა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იჯდა თავის მოწაფეებთან ერთად. და მოვიდა ერთ-ერთი მოწაფე დაპატიჟა შუმავა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მოდიო ჩემს სახშიო, დაპატიჟებო. და როცა წავიდა შუმავა სალლალლაჰუ მის სახში, მასთან ერთად ერთი მოწაფე გაყვა. просто გაყვა მაგასთან ერთად. და როცა მივიდა სახში დაგაკუნაო, ეუბნებოდა შუმავა სალლალლაჰუ იმ სახლის მე პატრონისო. შენ მე დამპატიჟო, მაგრამ ეს თვითონ მოვიდა, მე მაგას არ დაუზახე, თვითონ მოვიდა. შენ თუ გინდა შენ ხარ სახლის პატრონი, თუ გინდა შეუშვი, ორივე შეგვიშვი, თუ გინდა მარტო მე შემიშვი, ეს გავიშვი. ანუ შუმავალი მათყუარი შუმალას იზავდა, თავის მეგობარს ასიტყოდა, ეჩნი მეგობარია. მე ხო ისი ანუ უნდა შეგვიშაო უცებ ღმერთის ბრძანება და ითხრა მაგრამ რა თქვა არასდროს არ იყინებდა შუმავა სალლალლაჰუ თავის ავტორიტეტს მიუხედავად იმისა რომ ღმერთის არჩეული იყო რამხრე დიდი სტატუსია არასდროს არ იყინებდა თავის როგორც იმ მომენტში როგორც ქალიმი ხალხს მისდევდა ის საჰაბა და როგორც ამ მომენტში რომ მისი მეგობარ წამოვიდა მის შესწავლად და როცა ყველა ვიცით აიშას ისტორია რადიალლაჰუ ანჰა როცა მაგას
აბრალებდნენ რომ აუზბილლა მრუშობა ჩაიდინა. ჩვენ როგორც კაცები, ყველა კაცები, ჩვენ თუ ვიღაცა დაგვაბრალეს, ჩვენ მეუღლებს, შენი მეუღლე მრუშობა ჩაიდინა. ჩვენ ვიქნებით ძალიან სუთხეში. შეიძლება ჩვენ ვიქნებით ძალიან სუთხეში. ჩვენ ვერ დავიზიარებთ, საქმეს ვერ შევჭამთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბობდნენ შრომავალზე, შრომავალს თუ იქნებოდა მატყუარი ადამიანი, რა სიტყოდა? თქვენ მატყუარები ხართ. არის მე ღმერთის შრომავალი ვარ. თქვენ რას ლაპარაკობთ? ჩემი ცოლი ეგეთ რაღაც გააკეთებდაო. მაგრამ შრომავა სალლაჰ ალეიჰი მივიდა აიშასთან. დავიდა რამოდენიმე ხანი. ეს სრულ ინფორმაცია გავრცელდა ძალიან მაგრამ. დაჟე გავრცელდა იმ საჰაბების შორის, ვისაც ჰქონდა კარგი რწმენა. მაგათაც რწმენა დაუსუსტა. ეს ერთ-ერთი მუნაფიყი იყო დამავიწყდა მის სახელი, მუნაფიყი იყო, რომელიც გაავრცელა ეს ამბავი. მაგ ამბავზე მე ვილაპარაკებ. მატყუარა შრომავალი რა სიტყოდა? ხალხო გაჩერდით, ეს არის ტყუილი, მე ვარ ღმერთის მორჩილი, ღმერთმა მითხრა რომ ეს არის ყველაფერი ტყუილიო. ჩემი ცოლი მაგას არასდროს არ იზავდა. ერთი თვის განმავლობაში ღმერთისგან აიეთი არ იყო ჩამოსული. ერთი თვის განმავლობაში. ეს ამტკიცეს იმას, რომ შრომავას არანაირი ძალა არ ჰქონდა აიათებზე. რომ ის თუ იქნებოდა მატყუარა, იტყოდა რომ ღმერთი მე მიმძანა, მითხრა რომ ჩემი ცოლი უდანაშაულო. მოდიოდა ხადახა აიშასთან და ეუბნებოდა რომ ცოლო, აიშა, თუ რაღაცა მოხდა ღმერთი გაპატიებს. ოღონდ მითხარია, ღმერთი გაპატიებს. წარმოიდგინეთ. და მოვიდა ერთთვის მე აიათები და ალლაჰმა თვითონ დაიცვა აიშას ნამოსი. და თქვა რომ ის ხალხი ვისაც გამოიგონა, ყველა იქნება დასჯილიო. და მე გავუხარდა შრომავა სალლაჰ ალეიჰი და მატყუარ ადამიან მაგას არასდროს არ იზავდა. და მე მინდა ძმება კიდევ თავიდან თქვი, წამოვიდა ვიღაცა იტყვის ჩვენზე, ჩვენ მეუღლებზე ეგეთ რაღაცა. ვერ დავიძინეთ. რაღაცას ცუდ რაღაცა შეიძლება გავიგოთ. ის კიდე შრომავალი იყო. მაგას უფრო მეტი, შური ქონდა თავის მეუღლეს ვიდრე ჩვენ, იმიტომ მისი გული უფრო სუფთა იყო. იყო ერთ-ერთი ებრაელების შორის ერთ-ერთი ძალიან დიდი ავტორიტეტი. რაბა იყო, ალიმი, სწავლები, თავისი წმინდა წიგნის. აბდულლა იბნ სალამ და სხვა ებრაელებს მაგას ასევე დიდ პატივს სცემდნენ. ყველანი. და უთხეს ებრაელებმა, სხვაებმა, მოდი წავდი მუჰამედთან. თვითონ თქვა რომ მე ხა წავალ მუჰამედთან, ნახო რას ლაპარაკობს. ეს უჭველი თუ მარტყუარა მე მაგას გავიქი. როცა წავიდა შრომავთან სალლაჰ ალეიჰი ვასალამ მივიდა მაგასთან. სალამ დაიწყო ლაპარაკი ფეღამბართან, შრომავა სალლაჰ. პირველ რას გაიგო მის სიტყვებისგან, ამოვიდა მის პირიდან თქვა რომ ია აიუჰან-ნას აფშუ სალამ. ey ხალხო, მშვიდობა გაავრცელოთ, სალამი გაავრცელოთ. ვა ატ'იმუ ტაამ. და საჭმელი გაავრცელოთ. ანუ ხალხი გადაკი ხალხი გაჭამეთ. ვა ყუმუ ლეილა ვა ნასუ ნიამ. ადეკი დღამეო, როცა ხალხს ზინავთო, თადხულუნა ჯანნათა ბი რაბბიკუმ ბისალამ. შეხვალ ჯანნატში ღმერთის სალამით, ღმერთის მშვიდობით. და აბდულლა იბნ სალამ იძახის მაგით მე შაჰადათი ვთქვიო. მე ვთქვი შაჰადათი. როცა მოხდა ბადრის ბრძოლა და ხალხს ძალიან გაუხარდა და მოიგეს ეს ბრძოლა, ერთ-ერთი ყველა დიდი მოგება იყო მუსლიმების. ახალგაზრდა გოგოები, მოწაფე ქალები დაიწყეს პოემების დაწერა. არაბები ყურაშიდნენ მაგდოს იქნებ ცნობილები რომ პოემებს წერდნენ. მაგას ასევე ყოველთვის ბრძოლები ჰქონდათ, პოემური ბრძოლები, დუელები ასე ვთქვათ. და ის ქალები დაწერეს ლექსები და ხმამაღლა ამბობენ ლექსებს რომ შრომავალი მუჰამედი იცის საიდუმლოა. ანუ იცით ის, რასაც მარტო ღმერთი იცის. მარტყუარა შრომავალი რა სიტყოდა? რა თქმა უნდა მე ვიცი. მაგით მოვიგეთ ან რაღაცებს იტყოდა. მაგათ თქვა არა. მარტო დამალო იცის მარტო ღმერთი. მე არ ვიცი. მე ვარო მარტო ღმერთის მონა და მისი მორჩილიო. და მარტყუარა ადამიანი მაგას არაოს არ იზარდა. ძმაო, მაგას მე ხა ყვები ის არის ყველა სახიხადისია. ადამიანი თუ აქვს გურწველი გული, ეგრევე მიხვდებოდა ეს ადამიანი იყო შრომავალი. არ იყო მარტყუარა ადამიანი. ერთ-ერთი სასწაული შრომავალი სალლაჰ ალეიჰი ვასალამ და მისი სიმართლის ის არის როცა ჩამოვიდა აიათი ჩვენ ვიცით რომ ყურაიშიდებს უნდათ მისი მოკვლა მისი შრომავალს დახოცა მისი საჰაბების დახოცვა და ყურაიშიდებს ჰქონდათ ერთ-ერთი ყველაზე კარგები ანუ შპიონები და კვლელები როს დადიოდნენ ღამეობით ასასინებით ასესნები რომელიც კლავდნენ ადამიანებს ღამეობით ძალიან ადვილად მაგათი იყვნენ ძალიან ცნობილი და ჩამოვიდა აიათი ალლაჰის სადაც თქვა ია აიჰარ რასულ ბალიღ მა უნზილა ილაიქ მინ რაბბიკ ey შრომავალო მიიყვანე ხალხამდე ის რასაც მოვიდა, ანუ ჩამოვიდა ალლაჰისგან შენთვისო. ვალლაჰუ იჰსიმუკა მინან-ნას. და ღმერთი შენ დაგიცავსო ხალხისგან. ამ აიათის მერე, ეს აიათის მერე როცა ჩამოვიდა, პეღამბარ სალლალლაჰუ იყო მედინაში, თორსე მედინაში იყო, პალატაში იყო თავის საჰაბებთან ერთად. ყურაიშიდები მაგათი მოკლა უნდა ყველა თავის საჰაბებს უთხრა რომ გადითო. ღმერთი თქვა რომ მე დამისავსო, всё. ამის მერე მე ვარ მის დასვის ქვეშო. საჰაბებს გავუგეთ მოდი რა დავშებით. ჩვენ ვიცით ეხლა ჩვენ მოკლა უნდა ღამე არის, შეიძლება ვიღაც მოკლავს. არა თქვენ წადით. მარტყუარ ადამიანი მაგას არავს არ იზავდა. მარტყუარა შრომავალი მაგას ვერასდროს ვერ იზავდა. იტყოდო, ჩემო კაგებავს დახვიდეთ. საფრთხე ვიღაცა ჩემი მოკლა უნდა დარჩი. გაუშვა ყველანი. ერთ ღამეს მოვიდა ყურაიშიდების მკვლელი, ღამე მოვიდა შრომავალთან სალლაჰ ჩუმად შეიპარა, საჰაბების შორის გავიდა და უკვე მივიდა შრომავალ თავზე დადგა, აწია ხმალი
და თქვა ე მუჰამად ეხლა ვინ დაგიცავსო ჩემს გამო და შრომამოსას თქვა ღმერთი დამისავს ამის მერე დაუვარდა ეს ხმალეძის აიღო მუჰამედს სალასამ ეს ხმალი და უთხრა იმ ადამიანს ეხლა შენ დაგიცავსო ჩემს გამო იმ ადამიანთან დაიწყო ეხლა ხვესთან დაისო და უთხრა ე მუჰამად შეხა მწავლობელი კარგი ადამიანი ჩვენ ნათესავი ხარ და შემდეგ ხო გამიშვი და გაუშვა შრომამოს სალასამ გაუშვა როცა ბიზანტიელებმა გაიგეს ამბავის საჰაბებმა როცა მედინაში იყვნენ გაიგეს ამბავი ბიზანტიელებს უნდათ მაგათი დახოცვა მედინაში წასვლა უნდათ საჰაბები ყველგან აკეთებენ პატრულირებას აკეთებენ ანუ უყურებდნენ თავის ადგილებს რომ ვიღაცა ხო არ მოდის ალი რადიალლაჰუ ანჰუ თვარსები იყო მაგათ შორის საჰაბების შორის და უყურებდა პატრულირებდა და გაიგო რაღაც ხმები რომელიც მოდიოდა შორიდან და უყურებდა იმ ადგილს ტრები ეგონა და გიმოვიდა იქიდან მხრიდან მოვიდა მუჰამედი სალასამ თავის მოსაფეებთან ერთად თვითონ მუჰამედი სალასამ აპატრულირებდა იმ ადგილებს მათყუარა ადამიანი იქნებოდა თავის კოშკში თავის დასვასთან ერთად და ძმებო როცა ეს აიათი ჩამოვეცა სადაც ალლაჰმა თქვა ჩვენ დაგიცავ ალლაჰი დაგიცავსო შემოვასწავლე არ იყო სადაც მაღალ კოშკში დაბრუნებულ ტანკში ან ასეჟე არა ჩვენები უდამნო იყო და მისი მტერები ვინ იყვნენ ბიზანტიელები რომაელები ყურაიშიტები ყველაზე დიდი ელიტა და შემოვასწავლე გაუშვით თავის სახელმე მე არ დამიცავთო მე ღმერთი დამიცავს მარტყუარ ადამიანი მაგას ვერაზოს ვერ იტყოდა როცა იყო ხუნეინის ბრძოლა როცა იყო საჰაბები ყვებოდნენ მაგას შორის ზოგიერთ საჰაბას შეეშინა და გაიქცა მაგრამ ალლაჰმა თქვა რომ მე მაგას აპატია ყველანი ხალხი იყვნენ საჰაბები ყვებოდნენ რომ ჩვენ ხედავდით შემოვალსო ბრძოლის პირველ რიგებშიო ომობდაო პირველ რიგებშიო და ზოგიერთი ჩვენსგანო მის ზურგის უკან ზურგის უკან იდგა რომ თავი დაიცვა მტირისგანო მათყუარ ადამიანი არასდროს მაგას არ იზავდა მათყუარა შემოვალი ყოველთვის იქნებოდა უკან ეს ასე იმის წებულება შემოვალს იყო ჩეშმარიტი შემოვალი იყო ყოველთვის წინ იმის მერე ღმერთმა თქვა რომ შენ ვერ მოკლავსო ანუ ეფექტები შეიძლება ყოფილიყო ვიღაც კბილი გაუტეხეს ხო სისხლი წამოვიდა და ასე შემდეგ მოწამლეს და ასე შემდეგ მაგრამ ვერ მოკლეს ალლაჰმა თქვა რომ ვერ მოკლავსო მაგრამ ეფექტები რა თქმა უნდა გექნებაო ნუ თუ მათყუარ ადამიანი მათყუარა მეთაური ან შრომავალი ამდენი რაღაცეები ნუ თუ გააკეთებდა და თუ მათყუარა იქნებოდა თქმა უნდა მაგას არასდროს არ იზავდა თქვენ ისეთი ისტორიოსა ერთ-ერთ ებრაელმა ქალმა დაპატიჟა მუჰამედის სალასამ და მისი მოწაფეები თავის სახლში დაპატიჟა რომ გამოსცადა მუჰამედი ნამდვილი შრომავალია თუ არა როგორ გამოსცადა ცხარე დაკლა შეწვა მისცა ზუსტად ბარძაყი პეღამბარ სალასამ შრომავად იცოდა რომ საყვარელი ნაწილი პეღამბარის იყო და ბარძაყი შემწვარი ბარძაყი მოწამლა ის ყო თლიანი ხორცი მოწამლა ჩამოვიდა ანგელოზი ჯიბრილი ასა გაბრიელი და უთხრა მუჰამედ სალასამ რომ ეს ხორცი არის მოწამლულია დაანებიო շատ შრომამოს სალასამ ცოტა გადაღლაბა ცოტა მაინც გადაღლაბა ერთი საჰაბას ასევე გადაღლაბა ის საჰაბა მოკდა საწყარი რადიალლაჰუ ანჰუ მოკდა და ქალს ეკითხეს რატო გააკეთა რატო მოწამლეო ხორცი შენ ხო იცი ჩვენ ანუ შურს ვიძიოთ და ასე შემდეგ მე მინდოდა რომ გამოვცადო მეთქი ეს ნამდვილი შრომავალი არისო თუ არა ეხლა მე მჯერა რომ ნამდვილი შრომავალია მაგრამ ის ქალი მაინც მოკლეს რატო მოკლეს იმიტომ რომ მოკლა ერთ-ერთი მოწაფე არა მოკლეს როგორც ისი მოწაფე მოკლა და მაგითო ზოგიერთი ხალხი იძახის რომ მუჰამედი იყო მათყუარ ადამიანი მაგას უნდოდა ფული მაგას უნდოდა მართლობა მაგას უნდოდა ქალები მაგას უნდოდა ასე და ეს და მატერიალური რაღაცა უნდოდა როცა მოვიდნენ ყურაიშიდების მეთაურებმა აბუ ჯაჰელ აბუ ლაჰაბ და ასე შემდეგ აბუ სუფიან მივიდნენ შრომავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ნახეს რომ მისი ქადაგება უფრო შორს და შორს მიდის რომ ცოლი დაშორდა თავის ქმარს ქმარი დაშორდა თავის ძოლს ძმა მიატოვა მამა თავის შვილს მიატოვა და ასე შემდეგ ხედავდნენ მაგას რომ თანა ნათესავი იყო ახლო ბიზაჟისა ძმისშვილი დიშვილი იყო მაგათი მივიდნენ მაგათთან და უთხრა ია მუჰამად ჩვენი ბიზაშვილი ხარო ჩვენი ძმისშვილი ხარო თუ ფული გინდა მოდი ჩვენ მოგცემთ ფულს ონ დაამთავრე ამ ყველაფერს ან ნუ გადაგებო შენს რელიგიას დარჩი ჩვენს რელიგიას და ფული გინდა მოგცემთო თუ ქალი გინდა ყველაზე ლამაზ ქალს მოგიყვანთო და დაქორწინდები თუ გინდა რამოდენიმე ქალს მოგიყვანთ და ცოლად მოიყვანო თუ შენ გინდა მართლობა მოდი იყავი ჩვენი მეთაურია ჩვენი მართველი იყავი ყველაფერს ოღონდ გაჩერდიო მაგასო მათყუარ ადამიანი უეჭველი იყო რომ თუ მაგის მისია იყო უეჭველი იყო და კი ეს მინდა კაი პრობლემა მე გავჩერდებიო მაგრამ თქვა შრომამოსას ან თქვა მე მაგას არ გავაჩერებო იმიტომ არ იყო მასზე ეგა ალლაჰმა მაგას უბრძანა რომ ბალიღ გააფცელი ეს არ იყო ჩვენ მუჰამედ სალასამ არშივანი ალლაჰმა ყურანში რა თქვა ნახეთ მუჰამედ სალასამ ჩამოვიდა ყურანი ნებისმიერ ავტორი თავისი წიგნის თავის თავს აქებს ხო ყურანში აი თავის წიგნში აქებს ხო ცუს თავის თავზე არ იტყვის მაგრამ ალლაჰმა ყურანში რა თქვა თუ მუჰამედი ჩვენზე ტყუისი ტყვისო აი ცენტრალური არტერია რას არისო მაგას ანუ ამოვიღებთ მოკლავთო იმ მომენტშივე არ გავა არამოდენი წამი იმ მომენტში მაგას გავანადგურებთო მარტყუარ ადამიანი თავის თავს მაგას არავს არ ეტყვის ერთ-ერთი არამუსლიმები იყვნენ ერთმეცნიერები რომელიც კითხულობდნენ ყურანს და თქვენს ეს წიგნი არ არის მუჰამედის ნაწერიო იმიტომ რომ ყოველი წიგნის ავტორი თავის თავს აქებსო ან თავის თავზე რაღაც ლაპარაკობსო მაგრამ ეს წიგნი ჩანსო ეს არ არის მუჰამედზე ან არ არის მაგალითად რომ
მუჰამედი დაწერილ თავის დასაკებსო და ასე შემდეგ. რა კარგი ხო გინდა გავაკეთო. ძმებო, ეს არის მხოლოდ რამოდენიმე რაც მე მოვიყვანა, რამოდენიმე. კიდე არის ძალიან უამრავი. ასევე ეხლა მინდა ცოტათი ხვალგეჩქარებად როგორ აქვს? კარგი. ასევე მინდა ეხლა ცოტათი ვილაპარაკო წინასწარ მეტყვირებს. ის რაღაცები რაც შუმამასალ თქვა რომ მოხდება და მე რაც მოხდა. შუმამასალ ალლაჰ აზავაჯალ ყურანში თქვა: "საიუჰსიმულ ჯამუ ვა ივალლუნა დუბარა." ჯამაათი ანუ ყურაიშიდების ჯამაათი იქნება განადგურებული და ისინი დაბრუნდებიან. "ბალი საათუ მავიდუჰუმ ვა საათუ ადჰა ვა ამარ." და შუმამასალ თქვა ეს აიათი როცა ჩამოვიდა, ეს აიათი ჩამოვიდა ძმებო ბადრამდე, ბადრის ბრძოლამდე. და შუმამასალ თქვა რომ ამ დროს ამ ომის დროს მოხდება აბუ ჯაჰლი. ამ და ომის დროს მოხდება აბუ ლაჰაბი. და ასეთი ადამიანი მოხდა. და საჰაბები ომის დროს როცა ახსოვდათ მაგათ ეს სიტყვები და ომი როცა დამთავრდა ეძებდნენ იმ ხალხს აბუ ჯაჰლს და ასე შემდეგ და მართლაც ხედავდნენ იმ ხალხ ტარს როცა იყვნენ ბრძოლის მერე. ეს არის წინასწარ მეტყველება ძმებო. ნახეთ ძმებო, შუმამასალ ეხლა მე მოვიხარ რამოდენიმეს 5 ამეცალს. შუმამასალთან აქ უამრავი წინასწარ მეტყველება, მაგრამ 101 არ იყო ტყუილი, 101. და ეს წინასწარ მეტყველება ძმებო, ანუ როგორც მე ვთქვი წინაზე, ზოგიერთი ხალხი რაღაცა იძახის მომავალში მოხდება ეგრე რაღაცისგან გამომდინარე. მაგრამ შუმამასალთან როცა მაგას იძახდა, არ მქონდა მაგას რაღაცა მიზეზი, საიდან მოიტანა, არ რაღაცა ასე ვთქვათ, ზურგი არ მქონდა მაგ. შუმამასალ ალლაჰ ალეიჰი ვასალამ თავის მოწაფეებს უთხრა რომ თქვენ დააყრობთო პერსებსო და ასე რომაელებსო. და ძმებო ეს მოხდა აბუ ბაქრის ომარის და სორახ იბნ მალიკის დროს. მართლაც მოხდა ეგრე რომ დაიპყრეს მუსლიმანები, სპარსელები და ასე რომაელები. და როცა შუმამასალ მაგას იძახდა, ყურაიშიდები იცოდნენ. რას იძახისო? ეს ადამიანი ამას გარეთ გასვლა ეშინიო და ეხლა იძახისო რომაელებს მოუგებსო და სპარსელებს მოუგებსო. და მართლაც ეგრე მოხდა. ომარ ბინ ხატაბის დროს სპარსელები დააპყრეს, თავს და ასე მუავიას დროს იყო. და ასე რომაელები დაიპყრეს. მე ავიძახი ატომურ ოსმანებზე კი ავიძახი. იმინა პირველ სამთავრობაში, სალაფების დროს მოხდა ეგრე, საჰაბების დროს მოხდა ეგრე. წარმოიდგინე, მაგ დროს შუმამასალთან არანაირი ძალა არ ჰქონდა. ხალხი ვერ გადიოდა ღამე, ეშინოდა მოკლავდნენ და მაგ დროს უკვე შუმამასალთან იძახდა რას? თქვენ რომაელებსაც მოუგებთო და სპარსელებსაც მოუგებთო. ეს არის სასწაული. დღეს წარმოვიდგინე, რომ ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ქვეყანა, მაგალითად მონღოლეთი ავიღოთ. და რომ მონღოლეთი თქვას, რომ ჩვენ ეხლა რუსეთსაც მოუგებთ ომშიო და მოუგებთ ასევე ამერიკას ორივეს ერთად მოუგებთ. ეს ხო სასწაულია, მაგას ხო შანსი არ ვიღაც ადამიანი იტყვის მაგას. ადამიანი თუ იქნება რა მატყუარა, მაგას ვერასდროს ვერ იტყვის, იმიტომ რომ იცის რომ მომავალში რა მაგას ჩათვლიან მატყუარად. მაგრამ როცა ფეომალსალ მოხდა რამოდენიმე წლის მერე ომარის მმართველობის დროს დაიპყრეს სპარსეთი და ასე შემდეგ. დამარცხეს მათი ჯარი. და ასევე მაგის მერე დამარცხეს რომაელების ჯარი. მე მინდა ძმებო წარმოიდგინე, როდის იღადა ეს, როდის თქვა ეს შუმამასალთან თქვა, როცა სუსტები იყვნენ და მაგ დროს თქვა ეგრა. და ეს სააბას გაუგდა, შენ ქისრაზე ლაპარაკობ, სპარსელების მეფე მაგ ქისრა იყო. მაგაზე ლაპარაკობ, მაგაზე ლაპარაკობ, მაგასაც მოუგებთო და მართლაც ეგრე მოხდა სუბჰანალლა. და მაგ დროს მონაფიყები რაც იძახთენო, ეს ადამიანი მაგათი სიტყვები იყო. ეს ადამიანი იძახს რომ მაგათ მოუგებს და გარეთ გასვლა ეშინიაო სახლიდან. მუსალალაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ მოვა დრო, როცა არაბები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მაღალ შენებების აშენებებში. ეტატავალუნა ფილ ბუნიან, როგორც არის ხადისი გადმოცემული. და არაბები არ იყვნენ იმ დროს ცნობილი იმით რომ აშენებდნენ მაღალ შენებებს. ეს სპარსელები და რომაელები ისინი იყვნენ ცნობილი მაგათიო. მაგათ ქონდა პატარა ქოხები და პატარა სახლები და ასე შემდეგ. და სხვა ხალხი დასინოდა შუმამასალს როცა მაგას იძახდა. დღეს კიდე და შუმამასალ თქვა რა თქვა? ესე როგორ არაბები იქნებიან? ფეხში შველა. დასაც მე წესიერად არ აქვს. ანუ ცხრილებს უყურებდნენ მარტო, ანუ არანაირი აუში არაფერი და ისინი ყველაზე მაღალ შენებებში დაიწყებენ ერთმანეთს შეჯიბრს. ეს ყველაზე მაღალი შენობა სად არის? დუბაიში, ბურჯ ხალიფა. საუდიის არაბეთი ახლა რას იძახის, რომ მაგაზე მაღალ სავაშენებთ. ნახეთ ძმებო, როცა მაგას იძახდა შუმამასალ, ანუ არანაირი არ ქონდა, არც დაიწყეს მაგდო აშენება. 50 წლის წინ დუბაი იყო მარტო აი მიწა იყო არაფერი არ იყო. 50 წლის წინ ძმებო. იპოვეს ნავთობი, ღმერთმა მისცა მაგათ ნავთობი და მე ააშენეს ეგეთი შენებები. შუმამასალთან თქვა რომ ეს არის გადმოცემა ბუხარში რომ მოვა დრო, როცა ადამიანი იტყვის ტყუილსო, დილასო, იგივე მისი ტყუილი გავრცელდება აღმოსავლეთში და დასავლეთშიო, იგივე დილასო, მისი ტყუილიო. მაგ დროს რომ ვიღასაც აი გაეშვა მტრედი ხო, ან ჩიტი, ან ვიღას აკრემს, ან ცხენზე რომ გადაეცა რაღაცა ან ტყუილი სხვაგან, შანსი არ არის, რამოდენიმე დღე დასჭირდებოდა მაგას. ეს ხადის არის ბუხარში, შუმამასალ თქვა რომ იგივე დილას გავრცელდება ის ტყუილიო. და ან კრუგს დააყოს და დედამიწაზო. ნუ დღეს არ არის ტელეფონები ძმებო, ვიღაც ინსტაგრამში რაღაცას პოსტ დადებს, მოიტყუება და შუმამასალ ეს როდის მოხდა? ეს დიდი ხადისია ძმებო. ეს ხადისია მოხდა იმ დროს, როცა ანგელოზ ჯიბრილ ალეისალამ აჩვენებდა ხალხის ტანჯვას და ზოგიერთი ხალხი ტანჯულობდა და კითხა რატო იტანჯება ეს ხალხიო? იმიტომ რომ ტყუის გავრცელებინო
დილასო, დილას ტყუილი გავხსნა და იგივე დროს გადავა ის ტყუილი იქით დააკეთო. მთელ დუნიაში. თუ ეს ტყუილი ადამიანი მაგას როდის მე იტყოდა, რუთო მაგ დროს შემოსალსა მაგათ არ ქონდა არანაირი ტექნოლოგია და ასე შემდეგ. შემოსალვა ალეიჰი ვასალამ თქვა, ეს არის სახიხი ადაბად მუფაჯი სახი ხადისია. დამწერლობა გავრცელდებაო. ანუ ყველა ალიმი თქვის რომ ყველა ხალხი ისწავლისო რა წერასო. დღეს საერთოდ ყველა ხალხი თითქმის ყველა იცის დამწერლობა. და შემოსალსა როცა ეს სიტყვები თქვა, თელ მედინაში და მექაში მაგ დროს მხოლოდ 7 კაცი იცოდა დამწერლობა. მხოლოდ 7 კაცი. შანსი არა რომ მაგას ანუ საიდან ეცოდნებოდა მაგას რომ ეგეთი რაღაც მოხდებოდა. მე მახსოვს ბავშვობაში მახსოვს ფილმებს როცა უყურებდი, ის ფილმებში აი ძველი ისტორია, აი ძველი დროები, ფილმებში აი ხალხს უკვე შენ წერა იცი, ხალხი ჯდებოდა. რომაელების დროს ვიღაცა წერა იცოდა, მაგას შორის ის იყო აი ძალიან დიდი პატრიოტული ადამიანი. მაგათ აი ძალიან დიდი პატრიოტული და ასე იყენებდნენ მაგას აი სამთავრობო საქმეებში და ასე შემდეგ. და შემოსალ თქვა რომ ყველა ხალხი ისწავლისო წერასო. ეს არის სახელი ადაბულ მუფრადში. ასევე შემოსალ ვაჰასთან თქვა რომ პროცენტები ყველა შეეხებაო, რიბა ყველა ხალხს შეეხებაო, რომ თქვენ არ გქონდეთო პირდაპირ კავშირი მაგათანო, პირდაპირ კავშირი თქვენ რამენად მან შეგეხებაო და ჩვენს ყველანი გვეხება ძმებო, ეს ფაქტია, ყველას ეხება. შემოსალ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ქალები იქნებიან ჩაცმულები, მაგრამ სინამდვილეში ჩაცმულები არ იქნებიან. ამ ზოგიერთი არამუსლიმი დახიცა. ეს არის წინამდებია როგორ ჩაცმულები და არა ჩაცმულები. აქ ნიშნავს იმას რომ დღეს ჩვენ ხედავთ, ქალი ჩაცმულია, მაგრამ ყველაფერი ჩანს. მთლიანი მისი ფიგურა ჩანს. არ უნდა გეგონა პროსტა გაკრასკულია. გეგონა პროსტა გაკრასკულია. და მაგ დროს კეთახმცელები ყურაშიტების ქალები ყოველთვის ანუ იცმევდნენ კაბებს და ასე შემდეგ. მაგ დროს არ იყო გავრცელებული. სხვა ქვეყნებში მაგ დროს გინ რომაელები, გინ სპარსელები, გინ სხვა ქვეყნები ბიზანტიელები და ასე შემდეგ. არ ქონდათ მაგათ ეგეთ რაღაც. არაუსაკან ყველა ქალები იყვნენ ჩასმული კაბები და არაფერი არ უჩანდათ. მაგრამ ეს მოხდა ახლა ჩვენ დროს ხდება ბოლო რამოდენიმე წლები ხდება ეგეთ რომ ყველაფერი ჩანს ქალი. ანუ შეიძლება დანოყურე საერთოდ ყველაფერი. შემოსალ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ეს ძალიან მაგარი ხადისია. რომ არაბები ნახეთ მე მაგ დროს არაბებს რა ქონდათ? აქლემები ყოდა, აქლემის იყენებდნენ როგორც ტრანსპორტი, ხო? როგორც დღეს ჩვენ მანქანები. აქლემების გარეშე რომ ყველა არაბი მოკდებოდა. ვერც წყალს ვერ გადაიტანდნენ, ვერც საქმეს, ვერც პროვიზიას ვერაფერს. შემოსალ თქვა რომ მოვა დრო, როცა არაბები არ გამოიყენებენ აქლემებს როგორც ტრანსპორტს. არამედ გამოიყენებენ რაღაც ოთხკუთხედ რაღაცასო და ამითო თვითონო კაციო და მის ოჯახთან ერთადო გადავა თავის საქმეებს წავა და მოვა. ამოიდგინე ეს სახი ხადისეთ წარმოიდგინეთ. რა თქმა უნდა ეხა ზოგიერთი უსა, მაგრამ ხო არ თქო მანქანა. როს ეთქო მანქანა ხალხი მაგას ვერ გაიგებდა. მაგრამ ფაქტია, დღეს რა ოთხკუთხედა მანქანა ადამიანი ჩასვლა თავის ოჯახიდან და წავა თავის საქმეებს და მოვა. და ხადისში თქვა შემოსალ თქვა რომ წავა მეჩეთშიო და დაბრუნდებაო თავის ოჯახთან ერთად. ნუ თუ ეს არის წინასწარ მეთქულაზმე და ყველა არის სახი ხადისები. მათქო ადამიანი მაგას ვერასდროს ვერ ითხოვდა, ვერასდროს. შემოსალთან თქვა რომ მარკეტები იქნება თქვენთან ახლოსო. დღეს ჩვენი მარკეტები არის რა? Glovo, Volt და ასე ტელეფონში გვაქვს. და კაცი რაც გინდა მოდის. მაგ დროს ვიღაცა წასულიყო რაღაც ეყი და ხანდახან ძალიან დიდი შორი გზა უნდა გაევლო რაღაც ეყი და თავისთვის. და ეს მარკეტი იქნება როგორც აი ორ ნაბიჯზე იქნება თქვენთანო. ეგეც სახი ხადისია ძმებო. შემოსალ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ გრძელი მანძილები გახდება მოკლეო. სახებებს გაუკვირდეთ რომ საკეთა. რაღაც თქვა შემოსალსა. ხალხს რომელსაც უნდა და ხანდახან 3 დღე რომ გადავიდეს, მაგრამ მედინა მექაში 2-3 დღე უნდა აქლემზე ეს გახდება რომ მოკლე გახდებაო. წარმოიდგინეთ ახლა სახაბების ფიქრი. როგორ გახდება მოკლე? ფრინვას დავიწყოთ თუ რა? წარმოიდგინეთ რომ საიდან მოიცნო ეგეთ რაღაცა. მაგრამ შემოსალსა ალლაჰ კი იცი მომავალში რა მოხდება. ერთ-ერთი სასაული. ეხლა ერთ ხადის ვეთქვი და მე ერთ ხადისს ვეთქვი ძმებო და ინშაალლა ორ ხადის და მაგას დავამთავროთ ინშაალლა. არის ერთ-ერთი არქეოლოგი, ძალიან ცნობილი არქეოლოგი, რომელსაც ქვია მაიკლ პეტრაგლიანი, ავსტრიელი არქეოლოგია. ეს არქეოლოგი ძმებო 2001 წლიდან 2016 წლამდე ასწავლიდა კემბრიჯში და ოქსფორდში ასწავლიდა. ანუ უძლიერესი მეცნიერია არქეოლოგის, მიწებს ეხება და ასე შემდეგ. ეს არქეოლოგი ძმებო მგზავრობდა მთელ დედამიწაზე. აფრიკაშიც იყო, საუდის არაბეთშიც იყო, ასევე სხვა ქვეყნებშიც იყო და მაგას გააკეთა ერთი კვლევა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე და დაადგინა რომ სპუტნიკური გადაღებებით და ასე შემდეგ დაადგინა რომ რამოდენიმე 1000 წლების წინ საუდის არაბეთი, სადაც იყო უდაბნოა, იყო გავსებული მდინარეებით, წყლებით, მან იპოვეს სპილოების ძვლები იპოვეს, გაქვაბებული, ასევე იპოვეს ჰიპოპოტამების ძვლები და ეს მეცნიერები თქვა რომ ეს ცხოველები უეჭველად მან ცხოვრობდნო. ესე იგი მან დროს მათ იყო წყალიო და ასევე ამ მეცნიერებმა თქვა რომ
ათასობით, ასეულობით მდინარეები, ძველი მდინარეები აღმოვაჩინეთო. სპუტნიკური გადაღებებით, თავისი ტექნოლოგიებით და ასე თქვა, რომ ამ მიწაზე იყო რამოდენიმე 1000 წლების წინ იყო რაო, წყალი იყო და ჯუნგლები იყო და ხეები, პალმები და ასე შემდეგ. და შუამომა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ლა ტაყუმუ საათუ ჰატტა ტაუდუ არდულ არაბი ფურუჯან ვა ანჰარა." არ დადგება ასასურის დღე, ამ ნიშანია. სანამ არაბების მიწა არ დაბრუნდება იგივე მდგომარეობაში სიმწვანეებით და მდინარეებით, როგორც იყო ადრეო. შუამომა სალლალაჰუ ალეიჰი არანაირი ტექნოლოგია არ ქონდა, სპუტნიკები არ ქონდათ მაგათ. მაგ დროს ანუ ზმებო რამოდენიმე 1000 წლებით იყო ცნობილი იმით, რომ მან იყო ჯუნგლები, ყილოები, თევზები და ეგეთ რაღაცეები ძმებო. წარმოიდგინეთ, კარები დაგეცვით. წარმოიდგინეთ ძმებო, როცა შუამომა სალლალაჰუ ალეიჰი თქვა, წარმოიდგინეთ. და შუამომა სალლალაჰუ თქვა, აქ გამოიყენა სიტყვა არაბულ ენაში არის ორი სიტყვა დაბრუნება, არის რაჯაა, იყო დაბრუნება და ასევე დაბრუნება არის აადა. აადა ნიშნავს ძმებო რა დაბრუნება იგივე პოზიციაში, რასაც იყო ადრე. და შუამომა სალლალაჰუ ალეიჰი თქვა. და ის ადამიანი, მაიკლ პეტრაგლიანი, მიიღო ძალიან ბევრი ჯილდოები ამის გამო. და შუამომა სალლალაჰუ ალეიჰი 1400 წლის წინ ძმებო, ადამიანი არ კითხვა არ იცოდა, შუამომა არ წერა არ იცოდა, არანაირი ტექნოლოგია არ ქონდა და თქვა რომ დაბრუნება. და აი დღესაც ძმებო ჩვენ ყველანი ხო დავინახეთ საუდის არაბეთში რა ხდება დღეს. დინარები წამოვიდნენ, გამწვანდა ყველაფერი. გამწვანდა. ეს არის ასევე ერთ-ერთი წინასწარმეტყველება. ეს არის ხადისებში ყველაფერს ახი ხადისებში ეწმება. ერთი უბრალოდ ვიღაცა თქვა, აი ამდენი და ეს მე მოვიტანი მხოლოდ რამოდენიმე. მე შეიძლება ძალიან დიდი ლექსები ჩავუტა ამ თემაზე. შეიძლება ვიპოვოთ ძალიან ბევრი შევაგროვოთ. შეიძლება თქვენც ის რამოდენიმე, რასაც მე ამოვიყვანე აქა. ხო შეიძლება ადამიანი ერთხელ მას შეცდეს, ხო? თავის წინასწარმეტყველობაში. სადღაც აი წამოწდეს მაგალითად და აი აქ შეცდა, ეგა საკმარისი იქნება თქვა ის მოტყვა რა. შუმავალს ხალხს თუ რაღაც იძახის წინას რაღაც მოხდება, არასდროს არ მოიტყუება. ან ერთხელაც არ მოხდა ეგეთი რაღაცა. და ბოლოს მეგო, ერთ-ერთი წინასწარმეტყველებას ვიტყვი, შუამომა სალლალაჰუ თქვა, რომ მაგ დროს მეგო ყურაიშიდები, მაგათ ჰქონდათ ესეთი დიდი ადგილი. იქ ხალხი გროვდებოდა რისთვის? ხალხი გროვდებოდა დუელებისთვის. ანუ როგორ დუელები? არაბები ყურაიშიდები იყვნენ ცნობილი ძალიან პოემებით. ლექსებით. ძალიან განათლებული ხალხი იყო. შეარებით, ხო? და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რაში პოემაში. მაგათ ჰქონდა დაჟე ეთი ადგილები, სადაც გროვდებოდა ყველაზე ლამაზი პოემები. ვიღაცა კარგ პოემას მოიგონებდა, ის ადამიანი თქვა, აი, ეს ადამიანი მოიგონა ყველაზე ლამაზი პოემა. მოვიდოდა სხვა პოემა, მე მაგას უფრო მაგას მოიგონებდა და მოიგონა მაგაზე მაგას და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. შუამომა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ როცა მოვიდა, უთხრა მაგათ, რომ მე ვარ შომავალიო. რითი დაგვიმტკიცებო? ეუბნებოდნენ ყურაიშიდები. რითი? კარგი. შენ ამბობ, კარგი. მოდი რომ დაგიჯერ, დაგვიმტკიცე. რას გვანახებოდ? ყურანს, აიათებს. მაგდროს წინი არ იყო, მაგრამ იყო დაწერილი ფურცლებზე და შემდეგ. ყავებზე და ასე. ყურანსო. არაბებს იმარა ხო შეიძლება მაგათ თქვათ. მოდი ჩვენ იგივეც გავაკეთებთ. შენზე მაგარ პოემას მოვიგონებთ. ვერ გაკეთეს. რატომ? ნახეთ ალბათ მოძებნას ყურანში რა თქვა. იმ ქუნთუმ ფი რაიბ მიმმა ანზალნა ალა აბდინა ფატუ ბისურათინ მითლიჰი აუ დუშუ ვადუ შუჰადააკუმ მინ დუნილლა. თუ თქვენ გაქვთ, ანუ ყურაიშიდებს ეუბნებოდა. თუ თქვენ გაქვთ ეჭვიო, რომ ეს ყურანი არ არის ალლაჰისგან, მაშინ მოიტანეთ იგივე სურა, როგორც ყურანშია და დავოძახეთ ნებისმიერი დამხმარეები ალლაჰის გარდა. ნებისმიერი ხალხი და თქვენ ყველანი ერთად შეგროვდით. ყველა აი პოემის მასტერები ვინც ყველანი ერთად შეგროვდით და იგივე სურა გააკეთეთ. ესეთი ყველაზე პატარა სურა არის ინა ატაინაშალ კაუთარ. რამოდენიმე აიათი, 3-4 აიათი. იმ ქუნთუმსა და ნახეთ აი აქ არის წინასწარმეტყველება აი აქ. ეხლა ალლაჰი იძახის რომ ფა ილამ თაფალუ და თუ ვერ შეძლებთო ვალან თაფალუ და ვერასდროს ვერ შეძლებთ. ვერასდროსო ფატაყუ ნარა ვაყუდუჰა ნას ვალ ჰიჯარა. გეშინოდეთ მაშინ ცეცხლის უზინავს ამა კიდე რა თქვა? ყულ უთხარი მაგათი მუჰან ლა ინ იჯტამაათილ ინსუ ვალ ჯინნუ. თუ ყველა ხალხი და ასল ყველა ჯინი თუ შეგროვდება ალა ან იატუ ბიმისლი ჰადრ ყურან რომ მოიტანონ რაღაცა ამ ყურანის აი რაღაცა ლა იატუნა ბიმისლი ვალაუ კანა ბა'დუჰუმ লি ბა'დin ზაჰირა ვერ მოიტანებენ ვერ შექმნიან მაგისნაირი ვერაფერსო რომც ერთმანეთს ყველა ხალხი ერთმანეთს დაეხმაროს. ნახეთ მეგო, ყურაიშიდებს ხო შეიძლება უბრალოდ დაემტკიცებინათ რომ ყურანის ან ჩვენ შეგვიძლია იგივე რაღაც შევქმნათო. არც ომი არ მოხდებოდა, არც თავის ხალხს არ მოკლავდნენ და ასე შემდეგ. რა თუნდოდა მაგათ ხო ტყუილად ხალხის მოკვლა, ომების გაკეთება და ასე შემდეგ. თუ ადვილი იქნებოდა, მაგრამ რატო არ გააკეთეს ისო? ვერ გააკეთეს. ვერა. მაგ დროს იყო ერთი ცუ შომავალი მუსაილემა ალ-კაზზაბ. այն ჯაფარო შომავალი ვარო. მოვიდა ერთხელ შომავალს გარდაიცვალა, მოვიდა ერთ-ერთი მოსაფისთან და უთხრა რომ ისე რა მე შემიძლია როგორც მუჰამედი გამოიგონა ყურანი მე შემიძლია გავაკეთო. და რაღაცა ლექსი მოიტანა რომ ინა ატაინაკა თუფაჰა ჩვენ მოგეცითო ვაშლიო. და ის საჰაბა დამოვიდა მის საჰაბა დასახელი იყო იმ საჰაბი თქვა რომ შენ წისიო რომ მე ვიციო რომ შენ მატყუარ ხარ. რა გინდაო? Tartav imetsavta diakinam. ნახეთ მეგო, დღევანდელი ტექნოლოგიით, დღევანდელი განათლებით, ხო? ვერავინ აქამ დღესვე
ვერ მოიტან იგივე როგორც ყურანი. ერთ-ერთი სასწაულის მე ყურანის რა არის? პატარა ბავშვი 4 წლიანი ბავშვი შეიძლება დაიზიებოს ყურანი მთლიანად. და ეგეთი ბავშვები ძმებო არიან მილიონებით. ნუ ეს სასწაული არ არის. წარმოიდგინე ხა მე საქართველოს მოქალაქე ან თქვენ ვიღაც ჩვენ ბავშვი გვიყოლება და მე ვიტყვი რომ აი ეს ბავშვი დაიზიება აი ამხელა ჩინურ ენაზე წიგნი თავიდან ბოლომდე შეცდომის გარეშე პლუს გრამატიკული შეცდომების გარეშე პლუს ინტონაციაც იგივეა ანუ სადაც ამაოს ხმა დაადაბლოს იგივეა ხო სასწაულია ადამიანი მაგას ვერ დაიჭიროს არც ერთ თქვა ხალხს ეგეთ რაღაც არ აქვს მარტო ყურანს არ ეს ძალიან დიდი სასწაული იმიტომ ალლაჰმა ყურანში რომ ჩვენ გავაადვიოთ ყურანი დამახსოვრებისთვისო საჰალ ლიზიქრი ზიქრის თუ ყურანი ადვილი გავაკეთეთ. ეს ამაზე დავამთავრეთ ინშაალლაჰ და შემდეგ ნაწილში შემდეგ გაგვეთის გავაძებთ ინშაალლაჰ. ნებისმიერ ადამიანს გურწმენი გული აქვს, ვინ არა მუსლიმი იყოს, ნახავს რომ ეს ადამიანი არ არის მათყუარა. ეს მართლა არის ღმერთის მორჩილი. ათეისტების მაგას აღიარებენ. ანუ იზახიან რომ ეს ადამიანი მაგას ვერ მოიგონებდა. მაგრამ ყურაიშიდები რას იზახიან ყურაიშიდები? მაგდროს ანუ აღიარებენ რომ ეს მართლა სასწაული წიგნია. მაგრამ მაგა ჯინი ყავსო, მაგა ჯადო გავკეთესო. დაჯსა მოჯადოებული არისო და მაგის ვაკეთებს ეგეთ რაღაც. აგერ მაგადოსაც მაგათაც კონდათ ძალიან ძლიერი ჯადოქრები. ვინ ჯადოს აკეთებდა, ეგეთი რაღაცები მოიგონეს ვერავინ და ვერც მოიგონებია. ბარაკალლაჰ ფიკ, ალლაჰ ბარაკამოს.